მნიშვნელოვანი საკითხზე საუბარს ნაზირე ხვიაშვილი ახლა ჩვენთან ხაზზე ჯეოფაქცის უფროსი ანალიტიკოსი მადლობა მას ჩართვისთვის ქავდო ნაზი თქვენ მუშაობდით ამ საკითხზე იკვლევდით თემას და მაქვს ასეთი შეკითხვა აქ არ არის შემთხვევითი საკითხი რომ გახანგრძლივება აი ამ პროცესის მშენებლობების უკავშირდება კორუფციულ სქემებს რა ისი თქმა შეგიძლიათ ამ თვალსაზრისით რატომ არასდროს არ აშენებულა აი ამ დათქმულ ვადებში ამ სივრცეში კორპუსები რატომ ჭიანურდებოდა ეს პროცესი მოგესალმებით მადლობა მოწვევისთვის პირველ რიგში ვისარგებლებ შემთხვევით და თანაგზობას გამოვხატავ დაღუპული ბავშვების ოჯახების მიმართ ეს თემა მიცით თქვენ აი ძალიან ბევრი ისაუბრეთ ახლა ამ ეთერში რაც მესმოდა ნაწილობრივ არ დაწყებულა ხო ახლა არც დღეს არც გუშინ და ნუ ოცნების ქალაქიც იმას დაერქვა იმიტომ რომ რაღაც უფრო ისე ირონიულად ან სარკასტულად რომ იქ არის მართლა ადგილი სადაც ოცნებები ემსხვერპლად ადამიანებს და მას შემდეგ რაც ქართული ოცნება მოვიდა ხელისუფლებაში ჩვენ მუდმივად გვესმოდა რომ აი შეიქმნა კომისია ჩართული არიან არასამთავრობო ორგანიზაციები და ასე შემდეგ და ნუ საბოლოოდ მივედით იქამდე რომ რაღაც 20 წელი იყო როგორც მახსოვს როცა გაფორდა ხელშეკრულება დაგთან ეს არის კომპანია რომელზეც ჩვენ ცალკე გვაქვს აი ფაქტ-ჩეკში როცა მუშაობდი ნამუშევარი მაქვს ამ კომპანიას მიმართებით ისეთი კომპანია რომელიც ყოველთვის დაბალი ფასით მონაწილეობს ამ სახელმწიფო შესყიდვებში და შემდეგ აი თითქმის ყოველთვის ფაქტობრივად ამ ხელშეკრულების გაფორმების შემდეგ ითხოვს ფასის ანუ ხარჯების გაზრდას და ასეთი არაერთი შემთხვევა ჰქონდა ამ კომპანიას და ეს ეხლა ჩვენ ვთქვათ რომ ვისაუბროთ ღიად იმაზე რომ კორუფციული სქემა და გარიგება ეხლა ჩვენ იცით თქვენ რომ ამის აი ესეთი დამადასტურებელი დოკუმენტაციისთვის რაღაცა ხელმისაწვდომობა არ აქვს მაგრამ ის რომ ხელისუფლება მაშინ ეს გამოიყენა რამდენიმე არჩევნებზე წარმოიდგინეთ რომ გარდა იმისა რომ ტარდება ადგილობრივი თვითმმართველი ორგანოების არჩევნები ასევე აჭარაში ტარდება პარლამენტის არჩევნებთან ერთად უმაღლეს საბჭოს არჩევნები და ამ ყოველი არჩევნების წინ და ერთი წელია მათ შორის ხო შონა ერთ წელს რო ჩატარდება თქვათ უმაღლეს საბჭო მე არის ადგილობრივი თვითმმართველობის და ყოველი არჩევნების წინ ეს იყო რაღაცა სავაჭრო თემა და ეხლა თქვენ წარმოიდგინეთ რომ ადამიანები რომლებიც იქ გაუსაძლის პირობებში ცხოვრობენ სადაც აი წარმოიდგინეთ ელემენტარული პირობები არ აქვთ ბავშვებს აი მარტო ფიზიკურ უსაფრთხოებაზე ხომ არ არის საუბარია იმაზე რომ ეს ბავშვები ფსიქოლოგიურად და მორალურადაც არიან კატასტროფულ მდგომარეობაში სადაც არში დანაშაულია იქ ბავშვის გაჩერება კი არა მხოლოდ დასრულისაც და ამ ადამიანებს წლების განმავლობაში რომ პირდები აი მოგცემ მევაჭრები ახლა მოგცემ ბინას მერე კრიტერიუმებს რაღაცა ადგენ მერე არეუბნები ვინ დაკმაყოფილდება და ძალიან ბევრი გაურკვევლობის შემდეგ ადამიანებს უჩნდებათ გაცნობა რომ რაღაცა უნდა მოიმოქმედონ რაც შეიძლება მეტად უნდა იყვნენ მართლ პარტიასთან დაახლოებული რაც შეიძლება მეტად უნდა გაუყუჩდნენ და მერე არჩევნებზე გამოიხატება ხოლმე აისახება და ითარგმნება ეს იმ ქვებში რომელიც იქიდან მოაქვს იმას ქართულ ოცნებას და ეს არის პოლიტიკური კორუფციაც იმ თვალსაზრისით რომ არც არავის ეჩქარება როგორც ჩანს ამ კორპუსების აშენება მაგრამ პლუს ამას სასარგებლოა პოლიტიკური თვალსაზრისით კონდეს რაღაცა ტიპის გეტო რომელშიც ადამიანებს სულ აშანტაჟებ რომ თუ ხმას არ მოგცემენ ისინი ვერასდროს მიიღებენ იმ დაპირებულს ანუ ეს არის ელექტორატი მზა რაღაცა რაოდენობა ხმების წარმოიდგინეთ 2000 ოჯახამდე და იმ 2000 ოჯახში რამდენი ადამიანია ვისაც ხმის მიცემის უფლება აქვს ახლა ზუსტად ვერ გეტყვით იმიტომ რომ მართლა არ მახსოვს ასე და არ მინდა რომ შევცდე მაგრამ ანუ ეს ადამიანები აი თვითმმართველი ორგანოების არჩევნების დროს ბათუმში როგორც გახსოვთ აი საკრებულო ვერ კრებდა უმრავლესობას და დაიწყო მაშინ რაღაცა მოლაპარაკება და ერთ-ერთ ადამიანთან რომელიც ოპოზიციური პარტიიდან იყო გასული საკრებულოში, სწორედ იმ დასახლებიდან ფუტკარაძე იყო გვარად, მიდიოდა რაღაც მოლაპარაკებები ხელისუფლების ქართული ოცნების წარმომადგენლების მხრიდან და მე ეს ადამიანი გარდაიცვალა და ნუ ეხა მიმდინარეობს გამოძიება, მაგრამ არაფერი არ ვიცით დღემდე რა მოხდა და ამის შემდეგ იქ დაინიშნა არჩევნები, რომ ესე იგი საკრებულოში გამოთავისებულ ადგილას ახალი კანდიდატი წევრი შესულიყო და იმ დასახლებიდან
კანდიდატი იყო რამაზ ჯინჭარაძე, რომელიც არის ადამიანი, მუშაობდა სამინისტროში, ჯანდაცვის სამინისტროში და მუდმივი კომუნიკაცია ჰქონდა ოცნების ქალაქში ჩასახლებულ ადამიანებთან. ანუ მის მიმართ იყო კეთილგანწყობა, რაღაც პრობლემებს ის ადამიანი მართლა ამ ხალხს უგვარებდა და ეს კეთილგანწყობა არსებობდა, მაგრამ საინტერესო ის არის, ზუსტად აი ამ არჩევნების ჩანიშნის წინ 500 თუ მეტი ხმით გაიზარდა ამომრჩევლების რაოდენობა სწორედ იმ დასახლებაში, საიდანაც ესე იგი ეს კაცი ყენჩს იყრიდა და ის გახდა საკრებულოს თავმჯდომარე მერე და აი ამ არჩევნებზე უკვე უმაღლესი საბჭოს, ეგრეთ წოდებული უმაღლესი საბჭოს დეპუტატია და ნუ მისი ადგილი დაიკავა ასევე ადამიანი, რომელიც გუშინ პირდაპირ ეთერში ჩართვების დროს ფიგურირებდა. ანუ ეს არის ნიშანი იმისა, რომ ახლა 20-28 წელს უნდა დასრულდეს ეს ახალი მშენებლობების მეორე ეტაპი, რაღაც 9 კორპუსი, რომელიც 1077 ოჯახია გათვლილი და ეს 2028 წელი მოგეხსენებათ, არის კიდე საარჩევნო წელი და ეხლა წავა კიდე ამაზე რაღაცა პოლიტიკური ვაჭრობები, რასაც, ანუ ეს არის მავნე პრაქტიკა, ამას ჩვენ ასე იმიტომ ვლაპარაკობთ, რომ ეს გვინახავს და საკუთარი რაღაცა ისე შემხებლობა გქონია ამასთან, ხო, რომ ეს ადამიანები თუ იქნებიან კარგად და დაკმაყოფილებული, რაღაცა ხელიდან გამოეცათ, თორე ისე უამრავი ადამიანია კიდე აჭარაში, რომლებიც უსახლკაროები არიან და ითხოვენ დაკმაყოფილებას, მაგრამ მათი რაოდენობა ასე ჯგუფურად არ არის იმდენად საინტერესო, როგორც ჩანს ხელისუფლების, სადაც კი შეიწრებიან, გამოყრიან მაშინვე ამ ადამიანებს იქედან და არაფერს არ პირდება და არ აკმაყოფილებს ჯერჯერობით. დამრჩა ბევრი კითხვა, რა თქმა უნდა, ამ საკითხზე უსასრულოდ შეიძლება საუბარი და აუცილებელიც არის საუბარი, რომ რაღაცა ტიპის პრევენცია მაინც მოხდეს, რომ მსგავსი ფაქტები არ განმეორდეს, თუმცა მე მაინტერესებს ამ ეტაპისთვის როგორი პირი უჩანს გამოძიებას. ჩვენ ნახეთ პირველი კომენტარები, ნახეთ პასუხისმგებლობის აცილების მცდელობა ხელისუფლების წარმომადგენელთა მხრიდან, საქმე აღძრულია, რა იკვეთება ამ ეტაპისთვის, რა მიმართულებით ინტერესი თუ კი საერთოდ რაიმე იკვეთება. მოდით აი ამაზე რომ გაგცეთ პასუხი, საინტერესო დეტალი არის ის, რომ ახლა მე მშენებლობის მეორე ეტაპზე ხელშეკრულება ვისთანაც არის გაფორმებული, 129 მილიონზე არის საუბარი. ანუ იქ პირველი იყო დაგთან და იქ დაიწყო 38.800.000 ლარით და ბოლოს დამთავრდა 40 მილიონით, ანუ ეს ხელშეკრულება, ეს პირველი ეტაპი. ახლა არის 129 მილიონზე მეტი და წარმოიდგინეთ, რომ ეს ანაკი არის კომპანია, გოგოტიშვილია თუ არცები, ერთ-ერთი მეწილე, რომელმაც რუსულ კანონს ღია დაუჭირა მხარი. ანუ ხელისუფლებას ამ ქართული ოცნების ხელისუფლებასთან აფილირებული ადამიანია და კომპანია. ეს კომპანია არ ანაკი, დიახ. ანუ პირველი იყო დაგი და ეს მეორე ახლა ვისთანაც ხელშეკრულება არის ანაკი. და ეხლა წარმოიდგინეთ, ეს არის კომპანია, რომელთაც თქვენ თუ გახსოვთ, ახლა რო იყვნენ ჩამოსული ეს კაფსულა რო ჩაუშვეს, იმავე დღეს გაიხსნა ყინულის ახალი არენა ბათუმში. და ეს ყინულის არენა რო გაიხსნა, მან მუშაობდა კომპანია კანადური, რომელთანაც გაწდა ხელშეკრულება და ჩვენმა მხარემ შემსყიდველმა 10 მილიონი გადაუხადა კომპანიას, რომელთანაც ხელშეკრულება 10 მილიონ დოლარს ვლაპარაკობ, ხელშეკრულება გაწყვიტა, რომ არ წასულიყო საერთაშორისო არბიტრაჟზე საქმე და იმ კომპანიის ქვეკონტრაქტორი მაშინ იყო ანაგი და მე ამ ყინულის მოედაზე ხელახრო გამოცხადა შესყიდვა და ახლა რო დაასრულა სამუშაოები, ანაგმა მოიგო, ანუ ანაგმა მიიღო ეს ხელშეკრულება. ხო ხდებით, ანუ პირდაპირ ჩვენ ვერ ვლაპარაკობთ ახლა ამაზე, იმიტომ ჩვენ არ ვართ საგამოძიებო და შესაბამისი რაღაცა უწყება, მაგრამ რაღაც ფაქტები და გარემოებები ხო მიგვანიშნებს იმაზე, რომ აქ სუფთად არ არის საქმე და რაღაც იმალება ამაში და სხვათა შორის სახელმწიფო აუდიტის სამსახურიც კი თავის დროზე რაღაცებს გაკვირთ წერდა ამის შესახებ. მე დარწმუნებული ვარ, რომ როცა თქვა ეს ხელისუფლება შეიძლება აუცილებლად გამოიძიებენ ამას და აუცილებლად დადგება მათი პასუხისმგებლობის საკითხი, მაგრამ ამ ეტაპზე წარმოიდგინეთ ხო როგორ წარმოგიდგენთ, რომ ადამიანი თვითონ რო არის დამნაშავე, იმას საკუთარი თავი დასაჯოს იმისთვის, რაც ჩაიდინა უკვე ჟურნალისტებზე გადაიტანეს აგრესია და ცდილობდა იქ ჯავა ფუტკარაძე, რომ რაღაცა ჟურნალისტები დაედანაშაულებინა იმაში, რაც მოხდა იმ ტრაგედიასა და უბედურებაში. ახლა და ისინი რა თქმა უნდა ამ გამოძიებიდან ჩვენ არც გამოძიებულა არაფერი. ბევრი მუშაობა ჭირდება ამ საკითხს, რა თქმა უნდა, რომ გამოიკვეთონ კონკრეტული დამნაშავე პირები, არის აქ უკვე თქვენი მონათხრობიდანაც იკვეთება პირთა წრე, ვისაც ჰქონდა დაინტერესება როგორც პროცესის პოლიტიკური ნიშნით წარმართვაში, ასევე ზოგადად აი ამ მშენებლობების პროცესში, კორუფციულ სქემებში და ეს თუ არის შესაძლებელი, მინდა ვთქვა ერთი მოკლე დეტალი, თუ არის რამდენიმე
პარტია. ხო. აი ნახეთ რომ როცა ის ამბობს რომ სამშენებლო ტერიტორია არ არის ესო იქ ჯავაფუთკარაძე რო იძახის სხვათა შორის სამშენებლო ტერიტორიის მიმართაც ისეთი მოთხოვნებია უსაფრთხოების ნორმების როგორც დემონტაჟის დროსაც ის უნდა იყოს შემოხმებული და კანონში წერია ეს ყველაფერი და ამ კანონის მიხედვით დანაშაული არის ჩადენილი და ეს ტერიტორია ეკუთვნის